საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივის გვერდზე ვკითხულობთ 1921 წლის მარტში საქართველოს საგანგებო კომისიის ეგრეთ წოდებულ ჩეკას პრეზიდიუმის ბრძანებულებით შეიქმნა განყოფილება, რომელსაც დაევალა საგანგებო კომისიის მიერ გამოვლენილი ქვეყნის უამრავი მტრისა და საშიში ელემენტის შესახებ მაკომპრომატირებელი მასალების თავმოყრა და შენახვა. 1921-1990 წლებში საქართველოს ყოფილი უშიშროების კომიტეტის საცავებში თავი მოიყარა 230,000 საარქივო ერთეულმა. 1991-92 წლებში თბილისში სამოქალაქო ომის დროს სუკის ადმინისტრაციულ შენობას ხანძარი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად განადგურდა 210,000 საარქივო ერთეული, რაც ფონდის საერთო რაოდენობის 80%-ზე მეტი იყო. საარქივო მასალების განადგურება მიმდინარეობდა მიზანმიმართულად. როგორ მუშაობდა ეგრეთ წოდებული მეხუთე განყოფილება, რომლის მთავარ ობიექტს ინტელიგენცია წარმოადგენდა. როგორი იყო ინტელიგენციის როლი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების საქმეში, ამ თემებზე ჩვენს თანაწამყვან ელზა ბებიასთან ერთად ვისაუბრებთ, რომელიც შემოგვერთა უკვე სტუდიაში რამდენიმე კვირიანი წვეთის შემდეგ. ელზა, გვიხარია, რომ ისევ გვაქვს შესაძლებლობა ამ თემებზე საუბრის. როგორ ხარ? თემატური შერჩეული, რაც პირდაპირ პარალელებით შეგვიძლია გავავლოთ უკვე დღევანდელობასთან. როგორ ხარ, როგორ მიდის შენი საქმიანობა და თქვათ რა ვითარება არის თქვენ სფეროში პირველ რიგში ამას გკითხავთ. მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმები მაყურებელს. ამდენი ხანია არ ყოფილვარ ეთერში და მინდა როგორც მოქალაქე ჟურნალისტებს გადაგიხადოთ ძალიან დიდი მადლობა თქვენი თავდაუზოგავი შრომისთვის. მთელი თითქმის ერთი თვე 24 საათიან რეჟიმში თქვენი ჯანმრთელობის სიცოცხლის ფასად აშუქებდით მოვლენებს და რომ არა ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვინც მართლაც თავისი ჯანმრთელობის და რომ არა კრიტიკული მედია და თქვენი ასეთი მუშაობა ჩვენ პრაქტიკულად არაფერი გვეცოდინებოდა მიმდინარე მოვლენების შესახებ და ამისთვის გიხდით მადლობას. რაც შეეხება ჩვენ სფეროს გიდებს და ზოგადად ტურისტულ სექტორს, ყველაზე ხშირად რა ფრაზაც გვესმის ჩვენი პარტნიორებისგან, კომპანიებისგან, ჩვენი კოლეგებისგან, ეს არის ყველაზე ცუდი ფრაზა, რომლის გაგონება ჩვენ არ გვინდა, თქვენი ჯავშანი გაუქმებულია. ანუ პრაქტიკულად ჯავშნები გაუქმებული გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ აი შარშან მაგალითად იანვარშიც კი ახალ წელსაც სტუმრები ყავდა და პრაქტიკულად ანუ ძალიან დიდი ჯგუფები შემოდიოდა ქვეყანაში. საერთოდ ჯავშნები არ აგვაქვს, ანუ მთელი დეკემბერი სრულად გაუქმებულია და ყველაზე ცუდი ამ სიტუაციაში არის ის, რომ ახალი ჯავშნები არ შემოდის. ანუ პრაქტიკულად სექტორი, რომელზეც დგას სახელმწიფო, აი ამ მიმდინარე მოვლენების, აი ამ ერთმანეთზე უარესი გადაწყვეტილებების შედეგად არის ჩამოშლის პირას და აი ძალიან რთულ ვითარებაში ვარ. ამის შედეგებს ალბათ კიდევ და კიდევ რა თქმა უნდა შედეგები უფრო ის იქნება. ეხლა თემას რაც შეეხება ამ მოვლენებმა, რასაც მე ვუყურებდი, ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანები გამოაჩინა. ანუ ნახეთ, ბევრი ისეთი რა ხალხი ყოლია საზოგადოებაში, ძალიან განათლებული და მოაზროვნე ნაწილი, რომელსაც არ ვიცნობდით, ან არასაკმარისად ვიცნობდით, არადა მთელი ათეულობით წლებია სულ ერთი და იგივე სახეებს ვუყურებთ ამ ქვეყანაში, შემდეგ ჩვენი მშობლები უყურებდნენ მათი მშობლების და ბაბუების და მამების თაობას, ეგრეთ წოდებულ ინტელიგენციას, რომლებიც აი ძალიან მაინც-ამაინც კავშირში იყვნენ, ასე ვთქვათ, უშიშროებასთან, ეგრეთ წოდებული მეხუთე განყოფილებაზე უნდა ვისაუბროთ დღეს და არ მომხდარა ამ ადამიანების მხილება, ლუსტრაცია არ მომხდარა და დღემდე ისინი აქვს ამ მხილებას და ლუსტრაციას ელზა. რა თქმა უნდა, ჩვენი წარსულის გააზრებისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და აი მაგალითად სულ მახსენდება გერმანელი ფილოსოფოსი ჰაიდეგერი, რომელიც ერთი პერიოდი თანამშრომლობდა ნაციონალურ სოციალისტურ პარტიასთან, წევრი იყო კიდევ ერთგვარი იდეოლოგია ამ პარტიის და ვინაიდან ქვეყანაში იყო ლუსტრაციის კანონი, მას გარკვეული პერიოდი აიკრძალა თავის ქვეყანაში ლექციების საკითხვა. ანუ მან რაღაცა ფასი გადაიხადა და ამისთვის სახელი იყო დარქმეული, რაც ვერც ერთი მთავრობის დროს ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ ვერ მოხდა. ეხლა ბევრი მიმართულება ჰქონდა, ასე ვთქვათ, ამ უშიშროების სამსახურს და ერთ-ერთი და მთავარი და განსაკუთრებული იყო ეს მეხუთე განყოფილება. კი ბატონო. როგორც აი შესავალ ნაწილში თქვენ თქვით 1921 წლის მარტში უკვე შეიქმნა ესეთი საარქივო, სააღრიცხვო განყოფილება,
რომლის მთავარი დანიშნულება იყო ეგრეთ წოდებული საშიში ადამიანების, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების აღრიცხვა, მათ შესახებ ინფორმაციის მოძიება და დაარქივება. ეს იყო მათი მთავარი ამოცანა. ძალიან ბევრი მიმართულება არსებობდა უშიშროების სამსახურში, მაგრამ ერთ-ერთი განსაკუთრებული, ეს იყო ეგრეთ წოდებული მეხუთე განყოფილება, რომელიც მუშაობდა იდეოლოგიური მიმართულებით და მისთვის აი მთავარ ობიექტს ამ შემთხვევაში წარმოადგენდა ინტელიგენცია. მთავარი აქტორები იყვნენ ეს ადამიანები. მთავარი ინტელიგენცია, სადაც ის ნაწილი საზოგადოების, სადაც აი ანტისაბჭოთა აზროვნების ყველაზე მაღალი ალბათობა იყო. აი ეს იყო მთავარი ობიექტი და მუშაობდა ძირითადად ორი მიმართულებით, ერთი ეს იყო უშუალოდ ეს ხალხი, ინტელიგენციის წარმომადგენლები და მეორე ის ობიექტები, სადაც ეს ადამიანები მუშაობდნენ. მაგალითად ეს იყო თეატრი, უნივერსიტეტი, სამხატვრო აკადემია, კონსერვატორია, მუზეუმები, ყველა. ესეთი ავტორიტეტული ადამიანები, ხო? რასაკვირველია, საზოგადოებისთვის ცნობილი და პატივსაცემი ადამიანები იყვნენ მათი წარმომადგენლები და არსებობს ესეთი საბუღალტრო კარტოთეკები, სადაც ჩანს, რომ ეს ადამიანები აი ამ იდეოლოგიური მხარდაჭერისთვის თანხებს იღებდნენ. აი ეს სწორედ ეს კითხვა გამიჩნდა, იყო ეს თქვა პირადი კეთილდღეობის გამო, თუ ეს იყო რაღაცა შანტაჟისგან და შიშისგან გამოწვეული თანხმობა. კი ბატონო, ერთიც და მეორეც ეს იყო, ერთი იყო ძირითადად პირადი კეთილდღეობის მიზნით და მეორე შიშის გამო ხდებოდა ესეთი თანამშრომლობა, საარქივო მასალებში მოიძებნება უშუალოდ მათი ხელით დაწერილი წერილები, რომელიც ეხება მათ მეგობრებს, მათ თანამშრომლებს და ამაში ცხადია იხდიდა. შორის ჩემს დიდ პაპას, მამა ჩემის დედის მამას, აი ესეთი მეგობრისგან გაგზავნილი წერილი საფუძველზე გადაასახლეს 10 წლით. ეს წერილი გამოვითხოვე მე, რომელიღაცა წელს აღარ მახსოვს 11-ში თუ 10-ში გახსნილი იყო საარქივო მასალები და გამოვითხოვე და სიტყვით წერია ესეთი რამ, რომ მან რაღაც სოციალურ რაღაცა მუშათა კლასს როგორ შეაგინა. და ამის გამო 10 წლით გადაასახლეს. და საერთო ჯამში, აი როგორც უსაფრთხოების სამსახურის არქივის გვერდზე არის მოცემული სტატისტიკა, ესე იგი 1921 წლის აი როგორც კი შემოვიდა მე-11 არმია, აი აქედან დაწყებული 1990 წლამდე შეგროვებული მასალების რაოდენობა შეადგენდა 230,000 საარქივო ერთეულს. და ამ ერთეულიდან 210,000 განადგურდა. და ეს განადგურება ხდებოდა მიზანმიმართულად და ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. ერთ-ერთი პირველი ინფორმაცია, ესე იგი მარტში დაფუძნდა ეხლა ჩეკას დადგენილებით ეს განყოფილება და ერთ-ერთი პირველი რაც მოკლედ ინფორმაცია რაც მოხდა, ეს არის ვინმე რაჟდენ მირინაშვილი მარტშივე მოახერხეს ბოლშევიკებმა და ეს იყო ვიღაცა დუქნის მფლობელი, რომელსაც არაერთი დუქანი ჰქონდა და მას ედებოდა ბრალი საკვების გადამალვაში. 3 დღეში ფორმალურად მოხდა მისი საქმის გამოძიება, 30 მარტს უკვე გამოუტანეს დახვრეტა და მეორე დღეს დახვრიტეს. ესე იგი მარტშივე მოასწრეს ადამიანის დაპატიმრება, მასთან ერთად კიდე 7 ადამიანი იყო, მისი გასამართლება და დახვრეტა ძალიან ოპერატიულ რეჟიმში. და ეს არის პირველი მასალა, რომელიც არის ამ საარქივო დოკუმენტებში ასე. უნივერსიტეტის ეზოში დაუხრეტიათ ინფორმაციას გადავხედეთ. შესანიშნავი, ძალიან კარგი. შემდეგ უკვე იწყება აი ეროვნული მოძრაობის პერიოდი, ეს არის განსაკუთრებით საინტერესო. და ბოდიში აქვე ვიტყვი და მის ძმებს კი უბრძანეს რაჟდენის ცხედართან სურათი გადაეღოთო. აჰა. როგორი მეთოდები. ეხლა რაც შეეხება ეროვნულ მოძრაობას 1988 წლიდან უკვე დაიწყო ეს მასობრივი გამოსვლები და 12 ნოემბერი იყო დღე, როდესაც შეიკრიბა ძალიან დიდი რაოდენობა ადამიანების იპოდრომში. და მოვისმინე ინტერვიუ მაშინდელი უშიშროების სამსახურის არქივის დირექტორთან, აი ამ პერიოდში ვინაიდან მანიფესტაციები და ეს საპროტესტო გამოსვლები ხშირად ეწყობოდა უშიშროების სამსახურის შენობასთან, როგორც ერთ-ერთ მთავარ ობიექტთან, მათ ჰქონდათ ყოველ საღამოს უტარდებოდათ თათბირი და ხდებოდა ის ზუსტი ინსტრუქცია, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, თუ მაგალითად მომიტინგეები შეიჭრებოდნენ ამ შენობაში. და
ერთ მშვენიერ დღესაც კორიდორის გარღვევა, კორდონი გაარღვიეს, მომიტინგეები შეიჭნენ ამ შენობაში და მაშინ აი როგორც თვითმხილველები მაშინ ამბობდნენ, აი უშუალოდ ხდებოდა აი ამ მასალების მოძებნა, ანუ ამ აგენტების კარტოთეკის ძებნა მიმდინარეობდა, მაგრამ ეს კარტოთეკა ვერ იპოვეს, მაგრამ იქნა ნაპოვნი საბუღალტრო კარტოთეკა. ეს არის ყველაზე მთავარი მტკიცებულება, იმიტომ რომ აქ წერია ვის რა თანხას უხდიდნენ, ვინ რამდენს იღებდა, მაგალითად პრემიები, ვის რა ფული ერიცხებოდა. ეს დოკუმენტაცია იქნა გატანილი და ამის შემდეგ უკვე უშიშროების სამსახურმა ძალიან ბევრი ინტერვიუ არსებობს უკვე საჯარო ინფორმაცია, თორე ხა მე უბრალოდ მოკვდავს ამ მასალებთან წდომა ნამდვილად ვერ მექნებოდა და შემდეგ უკვე გადაწყდა რომ ეს ინფორმაცია მასალები უნდა დახარისხებულიყო და უნდა შენახულიყო და ზუსტად მოხდა ამ მიმდინარე აგენტების შესახებ, ანუ მოქმედი აგენტების შესახებ მასალების დახარისხება და 800 ტომარა, წარმოიდგინეთ, 800 ტომარა მასალები იქნა ჩატანილი უშიშროების სარდაფში. აი წარმოიდგინეთ, ერთ ბეწო ქვეყანაში, აი ერთ პატარა ქვეყანაში, თან ეს არ იყო მაგალითად ის დოკუმენტები, რომელიც იყო ისტორიის საკუთრება. ეს იყო მოქმედი აგენტების სია, მათი საბუღალტრო კარტოტეკა, სხვადასხვა ტიპის კარტოტეკები და ეს იქნა საგულდაგულოდ შენახული უშიშროების არქივში. თუმცა ვინაიდან გრძელდებოდა ეს და ეროვნული მოძრაობა ვინაიდან იკრებდა ძალას, 1990 წლის 19 სექტემბერს ჩატარდა ერთგვარი სპეცოპერაცია, რომლის შესახებაც უშიშროების თანამშრომლებმა მეორე დღეს გაიგეს. ეს საიდუმლო დოკუმენტები, მაშინ კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი იგორ გიორგაძე იყო თბილისში, ის ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას და ღამე გატანილი იქნა ეს 800 ტომარა ვაზიანის აეროდრომიდან ჯერ ვიტებსკში და შემდეგ უკვე სმოლენსკში. და წარმოიდგინეთ, აი ჩვენ რო საუბრობთ უკვე იმაზე, აი პატარა ქვეყანაზე სულ რო ამბობ, ამიტომ მუდმივად აი თუნდაც როდესაც ვატარებთ ტურებს, აი შიგნით აი საქართველებისთვის უშუალოდ არა თქვა უცხოელებისთვის, რამდენად მნიშვნელოვანი აი კონდეს ზუსტი ინფორმაცია, რომ ოდესღაც ხო უნდა მოხდეს ჩვენ ისტორიის შესწავლა და აი ამ წარსული შეცდომებზე სწავლა. გარდა აი ამ აგენტების, ანუ რაც სია ქონდა მაგალითად საქართველოს უშიშროებას, არსებობდნენ კიდე სხვა ტიპის აგენტები, იგივე ამ ინტელიგენციაში, რომლებიც შესახებაც საქართველოს უშიშროებას არ ქონდა ინფორმაცია. ესენი იყვნენ აი საბჭოთა კავშირის, აი მოსკოვიდან წამოსული, იქიდან იყვნენ ესენი გადაბირებული და ესენი იყო კიდე ცალკე ჯგუფი. და როდესაც გაიტანეს ეს ინფორმაცია უკვე სმოლენსკში, აქ პრაქტიკულად ჩათვალეთ რომ არაფერი არ დარჩა. ამას მოყვა არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა არჩევნები, ეს იყო პირველი მრავალპარტიული არჩევნები საბჭოთა კავშირის მასშტაბით და მოხდა ისე რომ დამარცხდა კომუნისტური პარტია და გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ. ბრგვალმა მაგიდამ, ანუ მოკლედ გაიმარჯვა. და იმ წელსვე, ანუ ოქტომბერში მოხდა არჩევნები, იმ წელსვე აი სურათზეც ჩანს ზუსტად აი ამ არჩევნების პროცესები, ანუ როგორ მიმდინარეობდა ეს არჩევნები, არაერთი მასალა გვაქვს ამასთან დაკავშირებით და იმავე წელს დაიწყო მოლაპარაკება აი ამ გატანილი დოკუმენტაციის უკან დაბრუნების შესახებ. აი მიზანი რა იყო თქვა ამის უკან დაბრუნებისა? უკან დაბრუნების მიზანი რომ ლუსტრაცია არ ყოფილა, ეს ამ სიტუაციამ გამოჩნდა, მიზანი იყო უფრო ლიკვიდაცია. აი ამ კანონების ეს საიდან გამოდის რომ იდეაში არც ერთ მხარეს არ სურდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ხო, იმიტომ რომ არ არის გამორიცხული, თუნდაც იმ ეროვნულ მოძრაობაში იყვნენ ისინი, ვინც რაღაცა დროს სწორედაც რომ აგენტურას წარმოადგენდნენ. ამას ამბობენ ის ადამიანები, ვისაც ჰქონდა წდომა აი ამ საარქივო მასალებთან. მოსკოვმა რა თქმა უნდა უარი განაცხადა, მაგრამ მიეცათ საშუალება წასულიყო აქედან ჯგუფი და იმ ჯგუფს ადგილზე ემუშავა აი ამ არქივებთან. ანუ ამის საშუალება მიეცათ და თბილისიდან წავიდა ორი ჯგუფი მაშინ და მათი მიზანი იყო აი ამ მოქმედი აგენტურული მასალების ლიკვიდაცია. და არაერთი ინტერვიუ მაქვს მოსმენილი მაშინდე ადამიანებთან, ვინც მაშინ იყვნენ წაყვანილი აი ამ ოპერაციაზე და საერთო ჯამში ამ 800 ტომრიდან თლიანად განადგურდა ნახევარი თითქმის, ანუ 400 ტომარა
წაიღეს იგივე სმოლენსკიდან სადღაც 200 კილომეტრით ქარხანაში დაწვეს. და აი ამ დამწვარ მასალას შორის ძირითადად იყო აი ეს მეხუთე განყოფილების მასალები. აი წარმოიდგინეთ, ანუ პრაქტიკულად ვიღაცები არ გამოვრიცხოთ, რომ დღესაც რასაკვირველია და არც ერთი მთავრობის დროს კანონი ამ ლუსტრაციის შესახებ არ იქნა მიღებული, იმიტომ რომ იგივე ოპოზიციაშიც და მთავრობაშიც არავისთვის არ იყო ხელსაყრელი ამ მასალების გასაჯაროება. და ამიტომაც მიმდინარეობდა აი მიზანმიმართული განადგურების ოპერაცია. ეხლა რაც შეეხება საინტერესოა რეპრესირებული მწერლების ისტორია. ეს ხო არ იყო მოქმედი, ვთქვათ, აგენტების შესახებ ინფორმაცია. აი ხდებოდა მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმის იუბილე ტარდებოდა, მაშინ ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი იყო, ეს არის სოფელი წერაქვი, მარნეულის მუნიციპალიტეტი, ეს 1 წლის წინ გადავიღე ეს ფოტოები. და როდესაც ხდებოდა იუბილის აღნიშვნა მაშინდელი ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა იზა ორჯონიკიძემ უშიშროების კომიტეტს სთხოვა მასალების ასლები, რაც უკავშირდებოდა ამ მწერლის ცხოვრებას და სხვათა შორის ეს მასალები მიაწოდეს და აი ამ მუზეუმში შესაძლოა კი გინახავთ ერთი ოთახია მთლიანად, სადაც კედელზე არის გამოკრული აი ეს დაკითხვის ოქმები, აი ძალიან მძიმე წასაკითხია თუ რა მეთოდებს იყენებდა იმ პერიოდისა, თუნდაც სახელმწიფო სტრუქტურები ადამიანისთვის ჩვენების მისაცემად, აი შეუძლებელი იყო მაშინ მათთვის სასურველი ჩვენების არ მიიღება, ანუ იმდენად სასტიკ მეთოდებს იყენებდნენ. აი ამის შემდეგ, როდესაც უკვე მუზეუმიც გაიხსნა და ეს მასალები დაბრუნდა, 1990 წლისთვის დაიწყო ლიტერატურის მუზეუმმა უშიშროების კომიტეტთან მოლაპარაკება ძალიან აქტიური და ისინი ითხოვდნენ აი ამ რეპრესირებული მწერლებისა საზოგადო მოღვაწეების დოკუმენტებს, ასლებს აი ამ დოკუმენტების. ეხლა კომუნისტურ პერიოდში სანამ არჩევნები მოხდებოდა, ეხლა საკუთარ მაკომპრომეტირებელ მასალას ხო არ გადასცემდნენ მუზეუმს. ამიტომ იმ პერიოდში ვერა, მაგრამ როგორც კი არჩევნები დამთავრდა, 90 წლის დეკემბერში ლიტერატურის მუზეუმმა მიიღო თანხმობა. და საოცარი იყო ის, რომ მათ გადაეცათ არა ასლები, არამედ გადაეცათ ორიგინალები მუდმივ საკუთრებაში, მუდმივ მფლობელობაში გადაეცა მუზეუმს და გადაცემის პროცესი დაიწყო მაისიდან 1991-ის და სექტემბრამდე ეტაპობრივად ხდებოდა აი ამ მასალების გადაცემა. და 50-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმე იყო გადაცემული. მუზეუმსმა მიიღო ინფორმაცია მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკოლო მიწიშვილის, ტიციან ტაბიძის, დიმიტრი შევარდნაძის, ახლა გამომრჩება ვიღაცაები, ოლია უკუჯავასი, პეტრე ბაგრატიონ გრუზინსკის, ევგენი მიქელაძის და უამრავი ადამიანების შესახებ და ეს იყო უმძიმესი მასალები. და ვინაიდან აი მუდმივ მფლობელობაში ქონდა მუზეუმს გადაცემული, იმ პერიოდში მუზეუმი სხვა თემაზე მუშაობდა, როგორც ამას მუზეუმის თანამშრომლები ამბობენ და ერთ-ერთი მკვლევარი, სხვათა შორის 94 წლის არის, ეს იყო რევაზ კვერენჩხილაძე, ძალიან ბევრი შრომა აქვს ამ მიმართულებით გაწეული, 3 თვე მუშაობდა აი ამ არქივთან. და მის მიერ გადმოცემული არაერთი ინტერვიუ მაქვს მისი და მასალები მისი წაკითხული, ესეთ რაღაცას წერს, რომ აი ისეთ სასტიკ მეთოდებს იყენებდა იმ პერიოდის ჩეკა და უშიშროების სამსახური, რომ აი მაგალითად ტიციან ტაბიძეს ჩააცივდნენ, რომ გინდა თუ არა დაასახელე ვიღაცაო, თქვაო რომ გიორგი სააკაძეო და იმდენად ისეთი კონტინგენტი კითხავდაო, რომ საკავშირო ძებნა გამოაცხადეს გიორგი სააკაძეს. სხვათა ახლაც იყო ეგეთი ეპიზოდი. ზუსტად მაგან გამახსენა ეს ამბავი ილია ჭავჭავაძეზე რომ დაიწყეს ეს. ილია ძალიან დამეტანია ახლა. ხო. და აქედან გამომდინარე, მუზეუმმა ოქტომბერში, აი სექტემბერში დაასრულეს მიღება და 25 ოქტომბერს მუზეუმს მიუვიდა უწყება, რომელიც მიიტანა კულტურის მინისტრის მოადგილემ. ეს იყო დადგენილება, სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურებას ბრძანებით დაუყოვნებლივ ეს გადაცემული უკვე საკუთრებაში მასალა ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო. ანუ უნდა შენახულიყო პრეზიდენტის კანცელარიაში. ნუ ამას რა თქმა უნდა დიდი პროტესტი მოყვა მუზეუმის თანამშრომლებს შორის, ნუ პროტესტმა არ გაჭრა და საბოლოოდ წაიღეს ეს მასალა ისე რომ მუზეუმმა ვერ მოასწრო ქსეროასლების გაკეთება. პრაქტიკულად კარტოტეკა არაფერი არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით და იქ მათ ზვიად გამსახურდია შეხვდა, აუხსნა რომ ეს ხდებოდა უსაფრთხოებიდან გამომდინარე და მიუჩინეს სეიფი, სადაც უშუალოდ
მუზეუმის თანამშრომლებმა დაალაგეს ეს ინფორმაცია და დაადეს ლუქი. ნუ შემდეგ ვიცით რომ იწყება უკვე სამოქალაქო ომი 22 დეკემბერს და ძირითადი ობიექტები უკვე არის ცეცხლს მიეცა საერთოდ აი ზუსტად გამოჩნდა ეს კადრი ახლა ჩვენს თვალწინ დალეწილი ქალაქი აი წარმოუდგენელი მდგომარეობა იყო ქალაქში და ერთ-ერთი პირველი რაც დაიწყო იმ პერიოდში ეს იყო უშიშროების სამსახურის შენობა და რა თქმა უნდა არქივის საარქივო მასალებზე მონადირე ადამიანებმა სრულად გაანადგურეს არქივი რაც იყო უშიშროების სამსახურში და როგორც კი პრეზიდენტმა გამსახურდიამ დატოვა მთავრობის სახლი, მაშინ უკვე ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი იყო გურამ შარაძე და მან აი ეს რამდენიმე ჯგუფთან ერთად მოიპოვა ნებართვა, ანუ შევიდა ამ შენობაში, იმიტომ რომ დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს მასალები იქნებოდა ამ სეიფში და სეიფი დახვდა ცარიელი. აი წარმოიდგინეთ, ეს მასალებიც კი დავკარგეთ. ნუ არსებობდა მაშინ ეჭვი რომ შესაძლოა ზვიად გამსახურდიას ეს მასალები კოლხურ კოშკში წაეღო ეს ბოლო იმედიც გაგვინაც სამწვერდა ხო ხანძარმა იმ საღამოს ვერც დადგინდა იდეაში იქ იყო თუ არა არავინ არ იცის ხანძარი რომელმაც ჩააღწია სარდაფამდე და თუ კი რამე ქაღალდი და დოკუმენტები არსებობდა პრაქტიკულად განადგურდა მერე კიდე სხვა ვერსიით თითქოს გაიტანა გამსახურდიამ ეს არქივები, როგორც მისი თანამოაზრეები და იმ პერიოდში ადამიანები ამბობენ, ერთადერთი რაც წაიღეს ეს იყო არქივი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს არ იყო ეს არქივი, რეპრესირებული მწერლების, ეს იყო მოქმედი აგენტების კარტოთეკა, ამბობენ რომ ეს იყო ტელევიზორის ყუთში იდოდა 40 კილო, მაშინაც და საბუღალტრო კარტოთეკა, რაც არის უტყუარი მტკიცებულება, ეს იყო ერთადერთი გატანილი. სხვათა შორის, ზვიად გამსახურდია, როცა პრეზიდენტი გახდა, ის სთხოვდაო ამ უშიშროების სამსახურს ეჩვენებინათ აგენტების კარტოთეკა და მაშინ უშიშროების სამსახურის უფროსი გადადგა, იმიტომ რომ არაჩვენა, როგორც ყოფილ დისიდენტს, რომელსაც შეიძლება ცუდ რამეში გამოეყენებინა, მაგრამ მას მაინც მისცეს ეს კარტოთეკა და ამას ხშირად იყენებდა ხოლმე თავის ძალიან მძიმე საუბრებით. მუდმივი პრობლემა იყო ამ ქვეყნისთვის ელზა როგორც ვატყობთ ხო ეს აგენტების მუდმივი პრობლემა და ეს სულ ერთ წრეზე ვტრიალებ. მეტად დღეს რამდენი ტომარა აგენტები შეიძლება რომ საკმაოდ ბევრი აგენტ პროვოკატორი არის ხოლმე შემოგზავნილი თუნდაც საპროტესტო აქციების დროს და ისე არ ეგონოთ რომ ეს არ ვიცით და საიდან მოდიან ხოლმე მე როგორ ნაწილდებიან ყველაფერი გადაღებული გვაქვს და ძალიან ამიტომ ახალი სახეები რა კარგი ხალხი ყავს საზოგადოებაში რა კარგი ხალხი და ეს თაობები რამდენიმე თაობა რომ ისევ სცენაზე დგანან და რო არ ჩამოდიან აქედან შეიძლება ამ ადამიანების ჩანაცვლება ჩვენ არ გვაქვს დრო ხომ პატარა იმაზე რო ვისაუბროთ იყო ესეთი საკრედიტო პოლიტიკა საფინანსო თუ სწორად ვამბობ უფრო სწორად ფულადი საკრედიტო პოლიტიკა ეს უფრო სწორი ტერმინია 1991-94 წლებში ამას საერთოდ ჩამოაქცია ქვეყნის ეკონომიკა და ძალიან ბევრი წლით დახია უკან აი ამ პერიოდში ეროვნულ ბანკს მთავრობის ნებართვით რა თქმა უნდა მიეცა უფლება გაეცა მილიონობით კრედიტი ძალიან დიდი რაოდენობით კრედიტი და მაგალითად აი რა ხდებოდა როცა მფლობელი გაიტანდა ამ ფულს ბანკიდან იმ დღესვე ამ კუპონს ახურდავებდა დოლარში და შემდეგ ელოდებოდა აი ამ კუპონის გაუფასურებას და ადამიანები, რომლებსაც აი მილიონი დოლარი ჰქონდათ გამოტანილი, რამდენიმე თვის გაუფასურების შემდეგ აბრუნებდნენ თანხას, რომელიც $1000-საც კი არ შეადგენდა. შესაბამისად, მივიღეთ სია, რომელშიც გამდიდრდნენ ეს ადამიანები, იქცენ მილიონერებად და აი ამ სიაში შედიოდა არა მარტო პოლიტიკური ელიტა. არამედ ამაში შედიოდა საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ის ადამიანები, რომლებისთვისაც მთავრობის მხრიდან ეს იყო ერთგვარი ბენეფიტი იმისათვის, რომ იდეოლოგიურად დაეჭირათ მათთვის მხარი. ანუ პრაქტიკულად აი ამ პოლიტიკურმა თუ საზოგადოებრივმა ელიტამ იმ პერიოდში გაძარცვა ქვეყანა და ისეთი შეუქცევადი პროცესები დაიწყო, რომ ათეულობით წლებია ამ ეკონომიკური კრიზისიდან აი ძლივს სამოდივართ. ამიტომ აი ესეთი ისტორიები და მასალები აი ძალიან გვეხმარება თუ უნდა ვისაუბროთ ეს ხო გამოცდილება არის და როდესაც ერს აქვს კარგი თუ ცუდი გამოცდილება
ამისი არ გაზიარება კიდევ დამატებით დანაშაული არის და ახლა ხო ეს უმეცრება არის ალბათ თავარი მიზეზიც რომ საერთოდ არიციან ხა რაზე თქვენ საუბრობთ დარწმუნებული ვარ რომ საერთოდ არიციან რომ რამე მსგავსი გადამხვდა თორე თუ იცი და დღეს ისევ რუსულ პროპაგანდას ემხრობი მაშინ არანაირად არ ყოფილხარ ქართველი ხო რა შუაშია მაშინ შენი ქართველობა ძალიან დიდი მადლობა. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო შენი მოსმენა ელზა და თემაც იყო საკმაოდ აქტუალური. რამდენიმე წუთით შევისვენოთ, რეკლამა ვნახოთ და შემდეგ დაგიბრუნდებით.